ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი მასშტაბური ომის თავიდან ასაცილებლად ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკების მასპინძელი თურქეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა ირანის თხოვნით ადგილი შეიცვალა და დღევანდელ შეხვედრას ომანმა უმასპინძლა. ირანის პოზიცია, რომ მას ურანის საკუთარ ტერიტორიაზე გამდიდრების უფლება აქვს. თეირანი წინააღმდეგია, რომ მაღალ გამდიდრებული ურანის მარაგი მესამე ქვეყანაში გაიტანოს. ირანი მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზეა ორიენტირებული. თავის მხრივ კონკრეტული პირობები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ირანისგან ურანის გამდიდრების და ბალისტიკური პროგრამის შეჩერებას და რეგიონული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ომით იმუქრება. ომანი მზად არის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღწევად პარტნიორებთან თანამშრომლობა გააგრძელოს. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს. ირანს და შეერთებულ შტატებს შორის ფუნდამენტური უთანხმოებების აღმოსაფრთხებლად დაპირისპირებული მხარეები ომანში შეიკრიბნენ. ქვეყნის დედაქალაქი მასკატი მხოლოდ დისკუსიის გამართვის ადგილი არ არის. ომანი მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკების შუამავალია. დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკულ და ირანულ მხარეებს მორიგეობით ხვდებოდა და ერთმანეთის პოზიციებს აცნობდა. დისკუსიები ფოკუსირებული იყო დიპლომატიური და ტექნიკური მოლაპარაკებების განახლებისთვის შესაფერისი პირობების შექმნაზე. დღეს მასკატში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გაიმართა. ეს იყო სასარგებლო როგორც ირანული, ასევე ამერიკული მოსაზრებების გარკვევისა და შესაძლო პროგრესის სფეროების იდენტიფიცირებისთვის. ჩვენი მიზანია დროულად შევხვდეთ ერთმანეთს. შედეგები კი თეირანსა და ვაშინგტონში ყურადღებით განიხილება. ირანი მზადაა ურანის გამდიდრების საკითხში მოქნილობა გამოავლინოს, რომელიც მისი თქმით მშვიდობიანი და არასამხედრო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ირანი დაბრკოლებად ურანის გამდიდრების ნაცვლად ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვას მიიჩნევს. ირანი ასევე იმედოვნებს შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასავლეთის მიერ მისი ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციების მოხსნას, რომელმაც ირანის ეკონომიკას პრობლემები შეუქმნა. ეს კარგი დასაწყისია, მაგრამ რა მოხდება შემდეგ დამოკიდებული იქნება დედაქალაქებთან ჩვენს კონსულტაციებზე, რათა განისაზღვროს შემდგომი გზა. მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუმცა ჩვენ მოგვიანებით გადავწყვეტ მოდალობებსა და ვადებს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსულტაციით. შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაციას საბოლოო ჯამში ერთი და იგივე მიზანი აქვს: ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ტრამპმა მოლაპარაკების განახლებისთვის სამი პირობა მოითხოვა: ირანში ურანის ნულოვანი გამდიდრება, თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვა და რეგიონული დაქვემდებარებული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა. ტრამპის თქმით, სავარაუდოდ ცუდი რამ მოხდება თუ ირანთან შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ათასობით ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა, მათ შორის ავიამზიდი, სხვა სამხედრო ხომალდები და გამანადგურებლები. პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის მისი პირველი არჩევანია, როდესაც საქმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობას ეხება. იქნებიან ეს ჩვენი მოკავშირეები თუ მოწინააღმდეგეები. ნახოთ რა გამოვა მოლაპარაკებებიდან. პრეზიდენტი მათგან განახლებულ ინფორმაციას ელოდება. ირანი მუქარას უარყოფს და აცხადებს, რომ გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ყველა აგრესორს. ცნობილი ხდება, რომ ირანის შეერაღებული ძალები დღეს საღამოდან რამდენიმე დღის და შესაძლოა თვის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის უმაღლეს დონეზე გადავლენ. დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა ხორამშაჰრ 4 წარადგინა, რომელსაც 1500 კილოგრამიანი ქობინის გადატანა 2000 კილომეტრზე შეუძლია. ირანის მოქალაქეები შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ემხრობიან. თუ ომი დაიწყება, ჩვენი ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო დასუსტდება. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ცხოვრება მხოლოდ გართულდება. სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით ომს. წარმატებული მოლაპარაკებები საუკეთესო შედეგი იქნება. ომი არავის ინტერესს არ ემსახურება. ფუნდამენტურად ომი კარგ შედეგს არ იძლევა. ჩვენ ისედაც ომში ვართ, ეკონომიკურ ომში. ინფლაცია, რომლითაც ახლა ვიტანჯებით, სამხედრო კონფლიქტზე უარესია. იმედი მაქვს, ჩვენი გადაწყვეტილების მიმღები პირები და დიპლომატები იპოვნიან გზას ომის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უმთავრესია. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ სამხედრო ომის თავიდან ასაცილებლად. ომანის ეს დელიკატური დიპლომატიური ძალისხმევა მზარდი დაძაბულობის ფონზე ხორციელდება, რადგან შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ძალებს აგროვებს და რეგიონული მოთამაშეებით ცდილობენ თავიდან აიცილონ სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ბევრი შიშით შეიძლება უფრო ფართო ომში გადაიზარდოს. ჩინეთი ინარჩუნებს კომუნიკაციას ყველა მხარესთან შესაბამის საკითხებზე და იმედოვნებს, რომ ყველა მხარე დიალოგის გზით მოაგვარებს უთანხმოებებს, რათა ერთობლივად დაიცვან რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა.
გასული წლის 12-დღიანი ომის დროს ირანში მრავალი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს, თუმცა სისტემა არ ჩამოშლილა. შეერთებული შტატების მუქარის ფონზე ჩნდება კითხვა, რა სცენარით შეიძლება წარიმართოს ირანში მოვლენები ვითარების გართულების შემთხვევაში. ამ დრომდე არსებული უთანხმოება ღიად ტოვებს შესაძლებლობას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმის მუქარა განახორციელოს. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელაში ერთი ადამიანის თანამდებობიდან გადაყენებით რეალურად რამის მიღწევა შეიძლება, ირანში ამის გაკეთება შეუძლებელია, თუნდაც ეს უზენაესი ლიდერი იყოს. ჩვენ ეს ვნახეთ, როდესაც გასულ წელს ისრაელ-ირანის ომის დროს ისრაელმა ირანის თითქმის ყველა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა მოკლა. ირანმა ისინი უბრალოდ შეცვალა. იცით, ხამენეი 86 წლისაა. ის ისედაც მალე წავა და სისტემა მას შეცვლის. მაშ მისი გატაცების ან მოკლის შემთხვევაში ან ისინი იპოვნიან სხვა ვინმეს, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებდა, ან ისლამური რევოლუციის გუშაგდა კორპუსი, სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ირანს კოლექტიურად მართავს, იპოვის სხვა სახის შემცვლელს. ახლო აღმოსავლეთში ფსონები ჯერჯერობით დიპლომატიაზე იდება, თუმცა ორივე მხარეს თითი სასახლე აქვს, რაც მიუთითებს, რომ ვითარება კვლავ დაძაბულია.